თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ოპოზიციაში კი კვლავ განსხვავებულია შეხედულებები მონაწილეობასთან დაკავშირებით. კენჭისყრისთვის ემზადებიან გირჩი და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები. ამ დრომდე საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს პარტია ლელოს, სადაც განმარტავენ, რომ კოლეგების ზეწოლა მათზე არ იმოქმედებს. სხვა ოპოზიციონერები კი ამბობენ, რომ აუცილებელია ერთობლივი ბოიკოტი. მართულ გუნდში კი გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. ჩვენი პოზიცია არის ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში სინამდვილეში კი რუსულ კოცურ სპეცოპერაციაში შესვლას და იქ მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ჩვენ ვერავის ვერ დავაკავებთ, თუ ადამიანებს გადაწყვეტილი აქვს და უნდათ რომ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე წყალი დაასხან, მის თამაში შეყვნენ და ამით ცდილობენ, ან ამით ფიქრობენ, რომ გარკვეულ დივიდენდებს მიიღებენ, ან რაღაცა უკეთესობისკენ ქვეყნისთვის რო ვერ შეცვლიან, მე მგონი ამის ჯერათ, მაგრამ საკუთარი პარტიისთვის რაღაცა უნდათ რომ უკეთესი პოზიციები მოიპოვონ, როგორც ჩანს, ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ განვაცხადეთ და დღემდე ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის დღესდღეობით პოლიტიკური პარტიის ხელთ მხოლოდ ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია მშვიდობიანი ფორმით შეცვალოს დღევანდელი რეალობა საქართველოს პოლიტიკაში. ეს არის ჩვენი პასუხი, ეს არის ჩვენი განცხადება, რომელსაც ჩვენ დაახლოებით მარტის თვიდან არ ვცვლით. განსაკუთრებით პოლიტიკური ძალები, რა თქმა უნდა, მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. და ნურავის გონია ეხლა რომ ნაცმოძრაობა რომ გაქრება და აუცილებლად გაქრება პოლიტიკური ველიდან სამართლებრივად ვამბობ არა მხოლოდ პრაქტიკულად ვეღარავინ მიიღებს მონაწილეობას. ვნახავთ მოვა თვითმმართველობის არჩევნები და ვნახავთ რამდენი მიიღებს მონაწილეობას. აუცილებლად შეივსება ეს ველი, რომელი ველსაც აუცილებლად დატოვებს ნაცმოძრაობა და რაც შეეხება შიდა განხეთქილებას, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა. ისინი ერთმანეთს დაჭამენ აუცილებლად. უკვე კვირები დარჩა მანამ ოფიციალურად გამოცხადება წინასაარჩევნო კამპანია. მე მგონი ეს იწილო-ბიწილო უკვე უნდა დასრულდეს რაღაც მომენტში. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, ქართველი ხალხი ემზადება არჩევნებისთვის. არის მნიშვნელოვანი არჩევნები, იმიტომ რომ ადგილზე მოსახლეობამ უნდა აირჩიოს თავისი თვითმმართველობა, რომელმაც მისი ყოფითი ყოველდღიური საკითხები უნდა მოუგვაროს. ანტიქართული ოპოზიცია რამდენად ჩაერთვება არჩევნებში, ეს მათი პრობლემა არის, არც მათი მონაწილეობით მოემატება რამე ამ ყველაფერს, ვინაიდან ეს არის უკვე გაცხადებულად ანტიქართული პოლიტიკური ჯგუფები და არც მათი არ მონაწილეობით დააკრდება საერთოდ რამე არჩევნებს.